ახალი სამზე სტუდიაში თინა ბეკიაშვილი მუშაობს. გამარჯობა. ავღანეთში დაღუპული სერჟანტის გიორგი კიკაძის ოჯახს სამძიმარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გამოუცხადეს. გარდა ამისა, დაღუპული სამხედროს ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. დეტალებით ჩვენი ჟურნალისტი სოფო ჯიქია გვერდება. სოფო, გისმენთ. ავღანეთში სამშვიდობო მისიის დროს დაღუპულ გიორგი კიკაძეს დღეს რუსთავში დაკრძალავენ. გიორგი კიკაძე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან რუსთავის სიონის ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. სამგლოვიარო ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ამერიკის ელჩი და საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ეს დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის და მან ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპული სერჟანტის ოჯახს და დახმარება აღუთქვა. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მათი კომენტარები. ჩვენ მოვედით, რომ სამძიმარი გამოუცხადოთ ოჯახს და თანადგომა. საუბედუროთ მეტი აღარ შეგვიძლია. მინდა დავაკეთო განცხადება, რომ კაცმა თავის სამშობლოში შესწირა თავი. საერთაშორისო თანამეგობრობის ჯარებთან ერთად ის იცავდა არა მარტო საკუთარ სამშობლოს, არამედ იცავდა უცხო ქვეყნის უსაფრთხოებასაც და ამით ძალიან დიდ იმიჯს უქმნიდა ჩვენს სამშობლოს. ეს ტრაგედია, რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა ყველა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ მისიაში აღებული, რამდენად საჭიროა წინდახედულება, სიფხიზლე და დისციპლინა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი სამხედროში აღებული ძალების კონტინგენტი, ვინც მსახურობს ავღანეთში, ყველა უსაფრთხოების ზომას მიიღებენ, რომ ესეთი ტრაგედია მომავალში აღარ მოხდეს. ყველა ამერიკელის გული ამ ოჯახთან ერთად არის ამ დიდი ტრაგედიის გამო და გამოუხატავთ ჩვენ მწუხარებას. ქართველმა, ამერიკელმა და სხვა ქვეყნების ჯარისკაცებმა გაწირეს თავი იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის მშვიდობისა და თავისუფლების იმედი მიეცათ. ოჯახის წევრებისთვის დღეს ეს რთული გასაგებია, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი მიხვდებიან, რომ ეს მსხვერპლი ამაო არ იყო. გიორგი კიკაძე ISAF-ის მისიის ფარგლებში ავღანეთში მეორედ მსახურობდა. მას მიღებული აქვს მადლობის წერილები და ჯილდოები ISAF-ის ხელმძღვანელობისაგან. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები. მე მქონდა პატივი, რომ დავსწრებოდი ავღანეთში დაღუპული ვაჟკაცის გადასვენებას და მე ნახა არა მხოლოდ ქართული ბატალიონების ჯარისკაცები, არამედ ამერიკელი, ინგლისელი სამხედროები რა პატივით აცილებდნენ მას. იქ განან ჩვენი გმირები, ეს არის უმძიმესი სამსახური, მაგრამ უმთავრესი ჩვენი ქვეყნის მომავალისათვის, რასაც ახალგაზრდა სიცოცხლე შეეძლო. გიორგი კიკაძე ორჯერ მსახურობდა ISAF-ის მისიაში, მას მიღებული აქვს არაერთი მადლობა და მადლობის წერილები ISAF-ის ხელმძღვანელობისგან და ის უკვე ახლა მეორედ ასრულებდა, მაგრამ სამწუხაროდ ესეთი ფაქტი დამთავრდა აღნიშნული სამხედრო მოსამსახურის ეს მისია. ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, უნდა აღვნიშნო. ვისურვებ, რომ მომავალში ასეთი რაღაც აღარ განმეორდება. ძალიან კარგი, ზრდილი და წესიერი ბავშვი და რაც შეიძლება რომ თუ რამე უკეთესია, მაგ ბავშვისთვის ყოფილა სულ ყველაფერი. შეგახსენებთ, რომ გიორგი კიკაძე 19 დეკემბერს ავღანეთში გაუჩინარდა. 10 დღის შემდეგ იგი გარდაცვლილი იპოვეს. ჯარისკაცი 1 იანვარს სამშობლოში ჩამოასვენეს. ის ამ წუთებში მას რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალავენ. მადლობა სოფო, ჩვენ ჟურნალისტი სოფო ჯიქია გვერდებოდა. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში იუსტიციის ყოფილი მინისტრის აღკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილება. მთავარი პროკურატურა ზურაბ ადეიშვილისთვის ორთვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვს. ყოფილ იუსტიციის მინისტრს ბრალდება რამდენიმე მუხლით აქვს დაყენებული საქმის მასალები, მის ადვოკატს გოჩა სვანეძეს უკვე გადაეცა. ბრალდებული ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. ზურაბ ადეიშვილმა ქვეყანას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ეს ჩაგვარდა ეს მასალები არის ორი დიდი ბაინდერია, რომელსაც მაგ გავეცნოთ. ნახოთ რითი ფიქრობს რომ პროკურატურა რომ აი ეს მტკიცებულები უშუალო შემოხებლობაში არის რომ ნამდვილად ჩაიდინა ბრალი დანაშაული ზურაბ ადეიშვილმა შევამოწმოთ, იმიტომ რომ ჩვენი ინფორმაციით ეს არ უნდა იყოს თქვათ ასე, მაგრამ კიდევ მეორე ვერაფერს ვერ ვიტყვით დეტალურად. როცა გავეცნობით, როცა ამის დრო მოვა, მე გავაკეთებთ ალბათ უფრო დეტალურ კომენტარს. ჩვენი ჟურნალისტი ბექა ბარამიძე საქალაქო სასამართლოსთან იმყოფება. ბექა, რა ხდება ამ წუთებში სასამართლოსთან? ხوار გამოკვეთილა ახალი დეტალები.
ჩართვას მოგვიანებით დაუბრუნდებით. ცოტა ხანში მოგაწვით უკვე მასალას. ზვიად კორძაძე ფულის გათეთრების საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს. კორძაძის განცხადებით პროკურატურამ სასამართლოს ოქრუაშვილისთვის ალკვეთის ღონისძიების ერთი თვით გაგრძელების მოთხოვნით მიმართა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ასევე არ შეუფარდა გირაო. ადვოკატის თქმით, პროკურატურამ ფულის გათეთრების საქმის გამო ოქრუაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყვიტოს, რადგან ოქრუაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია. პროკურატურასაც და სასამართლოსგანაც ჩვენ ვითხოვთ უკვე და არა ვთხოვთ კონკრეტული კანონიერი სამართლიანი პოზიციების დაფიქსირებას. კერძოდ, პირველი, პროკურატურამ ამ საქმეზე, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, აუცილებლად უნდა შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მან მიმართა სასამართლოს ალკვეთის ღონისძიების შეცვლით, ანუ გაგრძელებით და შემდეგ შეცვლის ერთი მოტივით, რომ მათ ვერ მოასწრეს საქმეზე გამოძიების სრულყოფილად ჩატარება. ეს სამართლებრივი, ესე თქვა, პინგ-პონგი, რომ ეს არა პროკურატურამ ხნა ის სასამართლომ, ჩვენ აღარ გვაინტერესებს. ახლა კი ჩვენ სასამართლოს ვუბრუნდებით. ჩვენი ჟურნალისტი ჩაგვერთვება დეტალებით. ბექა გისმენთ. 28 დეკემბერს გამოტანილი ბრალდების საფუძველზე პროკურატურა დღეს საქალაქო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობით წარდგება, რათა ზურაბ ადეიშვილს როგორც ყოფილი თანამდებობის პირს შეეფარდოს აღკვეთი ღონისძიება. თუმცა ვინაიდან ზურაბ ადეიშვილი თავად ამ პროცესს არ ესწრება, სასამართლოს ალბათ მოუწევს მისი დაუსწრებლად მისი ბრალის საყენება. თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. მანამდე კი გეტყვით, რომ ზურაბ ადეიშვილს პროკურატურა ბრალად სდევს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად ორგანიზებაში ადანაშაულებს, რამაც საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ პირადი და ჯგუფური ინტერესების მოსაპოვებლად სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მასზე ბრალად ედება პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება. რაც გამოიხადა პატიმრების დამცირების, იძულების, მათი არაადამიანური ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში. ადეიშვილის პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზებასაც ეძახება. ამ საბრალდებო გარემოებების გათვალისწინებით პროკურატურა დღეს სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლის ცალკეული პუნქტების მიხედვით ყოფილ პოლიტიკური თანამდებობის ბრალს აუყენებს. თუმცა კიდევ ვიმეორებ, ჯერჯერობით უცნობია თუ რა ვადას მოითხოვს პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსანის აღკვეთი ღონისძიებისთვის შესაფართებლად. ჯერჯერობით უცნობია თუ რა შუამდგომლობით წარდგება სასამართლოს წინაშე ადვოკატი, ანუ დაცვის მხარე. ესეც ალბათ სავარაუდოდ ესეც სასამართლო პროცესის შემდგომ გაირკვევა. ამის შემდეგ პროცედურული ნორმები რა არის გასარკვევი თუ როგორ მოიქცევა სახელმწიფო შემთხვევაში თუ სასამართლო ზურაბ ადეიშვილს ბრალდების პროკურატურას დაუკმაყოფილებს შუამდგომლობას და ზურაბ ადეიშვილს შეუფარდებს პატიმრობას. თუ კი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა პროკურატურა უკვე შუამდგომლობით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცხადდეს ძებნა, რომლის შემდეგ პროცედურა ითვალისწინებს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცალკეული ღონისძიებების გატარებას, რომელი პროცედურების შემდეგ ზურაბ ადეიშვილი უკვე გადაეცემა ინტერპოლის საერთაშორისო ქსელს და ზურაბ ადეიშვილზე უკვე გამოცხადება საერთაშორისო ძებნა. ჩვენ ჟურნალისტი ბექა ბარამინძე გვერდებოდა, მადლობა ბექა. შიდა ქართლის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ალექსანდრე ტაბატაძე უხელმძღვანელებს რეგიონული მენეჯერის პოსტზე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი კობერიძემ წარაღებინა. ალექსანდრე ტაბატაძემ წყალკანალის თანამშრომლებთან შეხვედრისას 2013 წელს შიდა ქართლში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს შიდა ქართლის რეგიონში შიდა საკადრო მასიურ ცვლილებებს, რადგან ყოველი პროფესიონალი კადრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პირიქით მოხდება მათი გადამზადება. 20 საათიანი წყალმომარაგება შიდა ქართლში ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული არის, ისევე როგორც ყველა სხვა რეგიონში. შესაბამისად, ამ მიმართულებით ახალი ხელმძღვანელობა დღეიდან შეუდგება აქტიურ მუშაობას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის ოლიმპიადის ფინალური ტური მიმდინარეობს. ოლიმპიადა საქართველოს მასშტაბით 10 უდიდეს ქალაქში ჩატარდა კონკურსში მეორედან მე-12 კლასის ჩათვლით 10,000-მდე მოსწავლე მონაწილეობს. კონკურსის პირველი და მეორე ტურის საფუძველზე ფინალში 1000 საუკეთესო მოსწავლე გადავიდა. წარმოდგენილი არიან ოლიმპიადაზე მეორედან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები. ფინალში წარმოდგენილია 100 საუკეთესო თითოეული კლასიდან, ხოლო 3 გამარჯვებულს თითოეული კლასიდან გადაიცემათ ეს პრიზები, რომელიც დაწესებული არის. საქველმოქმედო ორგანიზაცია ლიბჯი ექვილიბრიუმის სოციალურად მძიმე მდგომარეობის მქონე ოჯახების დასახმარებლად და მიუსაფარ ბავშვთა განათლების დონის ასამაღლებლად ახალი ინიციატივების განხორციელებას იწყებს. ორგანიზაციის დამფუძნებლის თქმით, სოციალური მიმართულებით მთავარი პრიორიტეტები მიუსაფარი ბავშვებისთვის უფასო განათლების მიღება და უმაღლესი განათლებისთვის მოსამზადებელი კურსების შექმნა. საქველმოქმედო ორგანიზაცია სოციალურად დაუცველი ხელოვნების მხარდასაჭერასაც გეგმავს. 7 იანვარს ფონდი ექვილიბრიუმის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ღონისძიებას გამართავს. დღეს ალბათ ადამიანებს ყველაზე მეტად სწორედ ამ სახით დახმარება ჭირდებათ. მე გულისხმობ თქვათ რაღაც ინიციატივებს, რომლებიც შემოწირულობების გაღებას ითვალისწინებს. ლიბჯი მოგეხსენებათ არის ელექტრონული ბიბლიოთეკა და მისი ძირითადი პროფილი ბუნებრივი არის სალიტერატურო, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ, რომ რაღაცნაირად გაგვეფართოვებინა ჩვენი ბრძოლის ველი და გადავსულიყავით სხვა სამოქალაქო თქვათ ინიციატივებს. საშობაო ალილუ წელს გამორჩეულად აღინიშნება ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ალილუ ტრადიციულად ვარდების მოედნიდან 7 იანვარს 14 საათზე დაიწყება და სამების ტაძართან დასრულდება. წელს პირველად პარალელურად მეორე მსვლელობა ისნიდან დაიწყება და ასევე სამებასთან გასრულდება. მსვლელობა იქნება თეატრალიზირებული. ამიტომ აი ამ თეატრალიზირებულ ნაწილს, რომ სანახაობითი ხასიათი ჰქონდეს, თხოვნა იქნება ყველა იმ მსურველი ადამიანისადმი, ვისაც სურვილი აქვს, რომ მობრძანდეს და მონაწილეობა მიიღოს, მრევლი, შეუმოსავი მრევლი, აი ამ მსვლელობას უნდა გამოყვეს მაცხოვრის შობის დიდი ხატის უკან. განაგრძობთ გამოშვებას ბრიფინგი ჩართულობის ცენტრში აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გრძელიძე აცხადებს, რომ უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებს მუშაობა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ უწევთ. გრძელიძე ჩამორთმეულ უფლებამოსილებაზე საუბრობს და ფაქტით დაინტერესებას უფლებადამცველებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს თხოვს. მისი განცხადებით, მიმდინარეობს სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლება და ახალი კადრების ნაცნობობითა და ნათესაური კავშირით შერჩევა. პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობს აჭარის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილი თანამშრომელი ბეჟან გობაძე. უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა ბრალდებებს უარყოფს. 28 ოქტომბრიდან დღემდე და პირველ კვირაში განსაკუთრებით იყო შეურაცხყოფელი განცხადებები თქვენი წარმომადგენლების მხრიდან, რომ ჩვენ თურმე ვართ ცოდვილები, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის დროს მუშაობდით უმაღლეს საბჭოში. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ მე მიუღებელი ვიყავი, ვისთვის და რატომ არ ვიცი. და აქ არ არის ლაპარაკი რომ ჩემზე, რომ იმიტომ რომ მე მივდივარ, ეს არის უკვე მიღებული აქვს სისტემატიური ხასიათი, რამდენიმე ათეული ადამიანი წავიდა უკვე სამსახურიდან. ეგ არის პოლიტიკური განცხადება, მე ამას უარყოფთ. ამიტომ ზეწოლა არ ყოფილა მოსაწვევში. და უამრავი თანამშრომელი დარჩება, ვინც მუშაობდნენ წლების განმავლობაში მაგ. თელავის ტერიტორიული ორგანოს თითქმის ყველა რწმუნებულს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დააწერინეს, რომელთა ნაწილი 3 რიცხვით, ნაწილი კი 4 იანვრით თარიღდება. გათავისუფლებული რწმუნებულები და ორგანოს თანამშრომლები მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშწორებად აფასებენ. საპირისპირო საცხადებს რაიონის გამგებელი. ზურაბ ყურაშვილი რწმუნებულებზე ზეწოლას და მათზე პოლიტიკური ნიშნით დევნას კატეგორიულად გამორიცხავს. ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში კონკურსი გამოცხადდება და მასში მონაწილეობის მიღების უფლება ყველა დაინტერესებულ პირს ექნება. ეს განთავისუფლებები, რომელიც აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს შეეხო, ყველა თანამშრომელი იძახეს იმას, რომ ეს იყო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ანგარიშწორება და სხვა მეტი არაფერი, აბსოლუტურად ყველა საზრი ეს არის და რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ გუშინ დაგვირეკეს სამსახურში და გვითხრეს, რომ სულ ყველა თანამშრომელი ვინც შტატებში ვიყავით, უნდა ავსულიყავით და დაგვეწერა განცხადება განთავისუფლებასთან დაკავშირებით. განცხადებები დაწერა ყველა, აქ არ არის ყველას განთავისუფლებაზე საუბარი, შეიძლება ძალიან ბევრი დარჩეს. მაგრამ მე მინდა რომ ყველა მიიღოს კონკურსის წესით. ეხლა თუ დაინიშნა ვინმე ახალ რწმუნებულად, დაინიშნება მხოლოდ 3 თვით, 3 თვის თავზე გაიმართება კონკურსი, აი კონკურსში მიიღოს მონაწილეობა თუ თვლის რომ თვითონ ძალიან ესეთი მუშაკია და ძალიან მაგარია, მიიღოს კონკურსში მონაწილეობა და ღმერთმა გაუმარჯოს.
ციტრუსის რეალიზაციით აჭარაში მთავრობის თავმჯდომარე დაინტერესდა არჩილ ხაბაძე ქობულეთში ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანაში მანდანილის რეალიზაციის დროს წარმოქმნილ პრობლემებს გაეცნო. როგორც არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, ქარხანა 6000 ტონა ციტრუსის მიღების შემდეგ 1 კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინში 10 თეთრს გადაიხდის. ხაბაძის ინფორმაციით ამ დროისთვის საწარმოს 5500 ტონამდე მანდარინი აქვს შესყიდული. მისივე თქმით, სტანდარტული მანდარინის დეფიციტია. სიახლე ისიც, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ცხელი ხაზი აამუშავა, რომლის დახმარებით გლეხები კონსულტაციას გაივლიან. მოსახლეობის თქმით, ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანასთან რიგების გამო მანდარინი ფუჭდება. ვისაც ეს სტანდარტული მანდარინი დარჩენილი აქვს, ცხელ ხაზზე ჩვენს მიერ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს ცხელი ხაზი, განვაცხადებ 24-78-53, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე შეუძლიათ დარეკონ და მოიკითხონ კონსულტაციას გაივლიან. ქარხანაში მე ვფიქრობ, რომ პრობლემა არ არის და ღმერთსმალობა. აი თქვენ თვითონ ნახეთ, რომ მიღება წარმოებს და სადღაც 15-20 მანქანა არის რიგში და ამას ვერ უგულებელყოფ და ვერ უარყოფთ, იმიტომ რომ იცით, ახლა ერთი საწარმოა მთელ საქართველოში გადამამუშავებელი საწარმო, ცოცხალი გია ბუნებრივად, თუმცა 15-20 მანქანა ეს არის სადღაც 50-60 ტონა, მაშინ როცა ქართლის წარმოებლობა დღეში 200 ტონაზე მეტია. პარტია თავისუფალი საქართველოს ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ქუთაისის თვითმმართველობამ ჯერჯერობით დაუდგენელ ფირმებს და ავალო კორპუსებში არსებული ძველი ლიფტის ნაწილები მოსახლეობის დაუკითხავად გაიყიდა. შემდეგ კი მიღებული თანხა ამხანაგობების თავმჯდომარეების მეშვეობით ქუთაისის თვითმმართველობის ბალანსზე შეიტანეს. პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ ეს ფინანსები წინა ხელისუფლებამ კანონ დარღვევით მიითვისა. ვიკითხავს მერიას, გაუკითხოს ქონება ადამიანებს. ეს არჩევნები წინა პერიოდში მოხდა და რა თქმა უნდა, დალექილი ფული გამოყენებული იყო არჩევნებში. მე მოუწოდებ ახალ ქალაქის მერს, ესაა წინა ქალაქის მერის დროს გაკეთებული კორუფციული გარიგება, რომ ნუ გაერევა ამ საქმეში, კეთილინებოს გამოიძიოს, ვინ მიცაუბნება, სად გაიკიდა, რალფასად გაიკიდა. თქვენი ლიფტის ნაწილები რაღაც კომპანია იყო გაურკვეველი, ჩავაბარეთ ჩვენ და აი თანხას მოგცემთ და ეს თანხა უნდა შეიტანოთ თქვენ ადგილობრივ ბიუჯეტში. ჩვენთვის არავის არ მოუმართავს და არავინ ერთმა მეზობელმაც არ ეცეს თქვილა, რომ რა ნაწილებზეა იქ საუბარი, რა თანხაზე არის. ჩვენ გადმოგვირიცხენ 726 ლარი, ახლა რეალურად 726 ლარი იყო, 1700 ლარი იყო, 3000 ლარი იყო, თუ რა იყო არავინ არ ეცეს, ხო არც ვიცით რა იყო. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა ბაჯეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ახალი წელი მიულოცეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ბავშვებს პირველი და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. საკრებულოს თავმჯდომარე ბავშვთა სახლის მცხოვრებლებს წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრას დაპირდა. ბაჯეთის საოჯახო ტიპის სახლი გასული წლის მაისში უცხოური ორგანიზაციების დახმარებით გაიხსნა. იქ სხვადასხვა რაიონიდან მიყვანილ 8 ბავშვს ცოლ-ქმარი ჩადუნელები ოჯახურ გარემოში ზრდიან. ჩადუნელების ოჯახს ყავს 8 შვილი, ესენი არიან უდედმამო ბავშვები, ობლები არ არიან, მაგრამ არ ცხოვრობენ მშობლებთან. ამ ცოლ-ქმარმა კეთილინება გამოხატა და ითავა ამ ბავშვების აღზრდა. ახალ წელს ისინი იმყოფებოდნენ ბაკურიანში, დღეს დაბრუნდნენ და ამიტომ ჩვენც დღესვე აქ გავჩდით. მოუტანეთ საახალწლო საჩუქრები, ძალიან გაიხარეს ბავშვებმა. პრეზიდენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის გადადგომის მოთხოვნით აქცია ლანჩხუთში უკვე 2 თვე აგრძელდება. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს ლანჩხუთის ყველა სოფელში აგროვებენ. ამ ეტაპზე 2500 ხელმოწერა თბილისში სამოქალაქო მოძრაობა ერთსულონებას გადმოეგზავნა. პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გადადგომის მოთხოვნით აქციები ლანჩხუთში უვადოდ გაგრძელდება. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის ნაციონალური მოძრაობის დაშლა, საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომა და გამგეობლის მოვალეობის შესრულების გადადგომა. საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა, რომელიც მთელ საქართველოში მიმდინარეობს და ხარს უჭერთ ერთსულონების მოთხოვნას. პირველ რიგში გადადგეს უნდა ნაციონალების პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მას დღეს მოიწურა ვადა. ის ვადა, რომელიც 5 წლის უკან გააყალბა და მიითვალა, მიიწერა მოგება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირელის მოსახლეობის ნაწილმა დაბის რწმუნებულად შოთა ართმელაძის შესაძლო დანიშვნა გააპროტესტა. დაბის ცენტრში 100-მდე ადამიანი შეიკრიბა და გამაფრთხილებელი აქცია მოაწყო. მოსახლეობის თქმით, თუ ადგილობრივი ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, აქციები უფრო მასშტაბური გახდება. ოზურგეთის რაიონის გამგებელი კოტე შარაშიძე საკადრო ცვლილებას მეცხრე არხთან არ ადასტურებს და ამბობს, რომ ყველა სოფლის რწმუნებული მოსახლეობასთან შეთანხმებით დაინიშნება. საბორი არ გაგიდა შოთა ართმელაძე. წყლის ამოღებული ტრუბები არ გაგიდა შოთა ართმელაძე. ფაბრიკა არ გაგიდა, გამგეობა არ გაგიდა. იხიდებოდა თავობის რატომ დაიშალა მე შიფერი თუ დაახურეს რაზე დაიშალა ერთი აიდა და ინახე რაზე დაიშალა ამ ხელაკაცი აგროსამეზური კომბინაციის დირექტორი იყო ამ სოფელში და გაჩანაგების მეტი არაფერი გუკეთებია და არ სურს ამ ხალხმა ეხილოსების გამგებლად ამის წინააღმდეგი ვართ ყველა ეკაცი ჩვენი გამგებელი ვერ იქნება სოფელში იმიტომ რომ მის დირექტორობის დროს დაშლის მეტი არაფერი არ გაუგეთებია მაგ ადამიანს ოზურგეთში ორბელიანის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან საღამოს გაუჩნდა. ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლი მთლიანად განადგურდა. ხანძრის შედეგად დაზარალებული დათო ზაქარიაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ზაქარიაძეების 3 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად დროებით მეზობლმა შეიფარეს. გამგეობაში ამბობენ, რომ დაზარალებულის ოჯახს დაეხმარებიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია, საქმეს ოზურგეთის რაიონული პოლიცია იძიებს. ფანჯრები გამოხეთქა ის ზედა სართულის და ალი რომ წამოვიდა ბრავო ვიფიქრე და ფანჯრები უნდა ახეთქა ხმა ის მაგარ იყო წამოვჭიდით გავარდით უკან ჩემთან პოშაც შევხედე ცეცხლი მოდობილი იყო ზევით ფლატ ნაცუჩი დაიწვა მთლიანად სახლი ვერაფრის გადარჩენა მე ვერ მოახერხე რაც მეცვა ტანზე ესა ვარ დარჩენილი 3 მცირეწლოვანი ქუჩაში გუში გამგებთან ვიყავით ავწერე განცხადება და იმედი მაქვს ალბათ რომ გამგებელი წაიკითხავს იმ განცხადებას და დამეხმარება ალბათ. შეტყობინება შემოვიდა დაახლოებით 12-ის 20-ზე. ჩვენ აქედან როგორც კი შეტყობინება შემოვიდა იმ წუთში ორი მანქანით გავედით. მისვლის მომენტში სახლი მთლიანად იყო ცეცხლში გახვეული, სახურავიანა ჩავარდნილი იყო ყველაფერი, თითქმის დამწვარი იყო. გვერდით სახლზე იყო კიდევ გადასული. ხანძარი და პირველი გაკეთდა ის რომ დავიწყეთ მუშაობა და გვერდის სახლი ჩავაქრეთ და გავაგრძელეთ მუშაობა ჩვეულებრივად. ეს იყო ახალი სამზე ჩვენ ეთერში ზუსტად 6 საათზე დავბრუნდებით დროებით.